ისევ მე ვარ მეგობრებო. ყველა სიხარული ბედნიერება და კარგი განწყობა. ჩვენ ეხლა ვალებზე არ ვილაპარაკებთ ისეთ სერიოზულ თემებზე, თუმცა ყველა თემა სერიოზულია ნებისმიერი კუთხიდან რომ მიუდგე. უბრალოდ ისევ და ისევ აქ ვიმყოფები აიდახოში და რა გავაკეთო და ჩვეულებრივად დავდივარ. ფაქტობრივად ხო ვივარჯიშე, 5 კილომეტრი გავიარე. მე გავიდა 2-3 საათი კიდევ ვივარჯიშე, კიდევ გავიარე. ერთი გავიდა დღე და აღარ ვიცი რა ვქნა. ხანიკით წავედი, ხანაკი წამოვედი. ერთ სიტყვით ფიზიკურად კი ვცდილობ ჩემი თავი შევინარჩუნო და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი ეხლა ამ სიარულში სოფლის მეურნეობაზე ვილაპარაკოთ. ეხლა ასე თუ ისე ხო ვარ ფერმერი. მეც მაგ მიწები, მეც მომყავს ხილი, სამწუხაროდ წელს ძალიან ზარალში წავედით, იმიტომ რომ ის თვეში, როდესაც ხეხილმა დაიწყო ყვავილობა რო დაიწყო, მაშინ მოვიდა 15-16 აპრილი იყო და ყინვა მოვიდა მთელ საქართველოში და სამწუხაროდ მთელი ჩვენი ეს მოსავალი და ეს ხილი გაანადგურა და ყველაფერი ფაქტიურად აწვალები და ის რასაც ხოიც რო ელოდები რა სოფლის მეურნეობაში როგორ არის რო ელოდები მთელი წელი წამლავ სლავ ული და მე წლის ბოლოს ელოდები მოსავალს, მაგრამ ჩვენ დასაწყისში ვიყავ ძალაში წავედი. ასე გავხ სოფელს მოყვება ასეთი ამბები და ჩვენს მოთმინებითა და ისევ და ისევ მოთმინებით უნდა დაველოდოთ შემდეგ წელს. მაგრამ აგერ გამოვიდეთ ეხლა ამერიკაში ვარ, ჩვენ ვერთის წყალობით გვაქვს საშუალება იმისა, რომ წამოვიდეთ ამერიკაში და 1-2 კაპიკი გავაკეთოთ და თან ჩვენ სტილში რაღაც ახალს თუ ნახავთ და რაღაცა საინტერესო თუ გამოჩნდება ჩვენ თანამემამულეებს და ჩვენ მოქალაქეებს იქნებ რაღაცაში გამოვიდეთ და კერძოდ ეხლა ამერიკაში ვიმყოფები აიდახოს შტატში და პირველი აიდახოზე რო იწყება ხოლმე ლაპარაკი ყოველთვის ამბობ აიდახოს კარტოფილი და რაღაცნაირად მოხდი ამ კარტოფილის მიდამოებში და ნახეთ. ეხლა პირველ რიგში კარტოფილს უნდა დიდი სივცე. სამწუხაროდ ეხლა საქართველოში არ არის დიდი ტერიტორიები, მაგრამ მაინც ეხლა მარნეულის რაიონში და იქ კარტოფილი მოყავთ და ყველგან მოყავთ კარტოფილი, შეიძლება ეხლა ყებისთვის და ოჯახისთვის გეხოს, მაგრამ ბიზნესისთვის არ გეხოს, იმიტომ რომ ამისთვის დიდი პარტია საჭირო. თუმცა არიან, მე ვიცი, საქართველოში ვინც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, კარტოფილი მოყავთ და საკმაოდ კაი ბიზნესია. და ეხლა მოდი ნახოთ, როგორ არის ამერიკაში. ეს არის ზოგჯერ ხშირად რომ ვამბობ ხოლმე, კარტოფილი სანამ ამერიკას აღმოაჩენდა, რა ჭამდა ჩვენი ხალხი, როგორ ჭამდა, წარმოიდგინეთ ეხლა კარტოფილის გარეშე ჩვენი სამზარეულო, კარტოფილის გარეშე, პომიდორის გარეშე, სიმინდის გარეშე, ლობიოს გარეშე. არ ვიცი, ამ თემაზე ალბათ ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მართლა სანამ ამერიკას აღმოაჩენდნენ, რას ჭამდა ჩვენი წინაპრები, ჭამდნენ არამედ, რა ვიცი, ომობდნენ, ჯანზეც იყვნენ და ჩვეულებრივად შთამომავლებას ამრავლებდნენ და მრავლდებოდნენ და ასე შემდეგ. ეს ფიქრები სხვა არის და მოდი ახლა ჩვენ როგორც ბუნებაში, ნატურაში გადავხედოთ აბა ამერიკულ კარტოფილს. ეხლა მე არ ჩავარ. ნახეთ როგორ არის ეს უკვე გაზრდილია აქში. ეხლა აბა შევიდეთ, ეხლა იმედია ერთი ის რომ ამოთხარო რომ დამინახოს ფერმერმა პრობლემას არ შემიქნია და აბა ნავით შევიდეთ, აბა სად არის ეს კარტოფილი? ავთხაროთ, დიდია თუ პატარა, მიწაში უნდა იყოს, იზრდება თუ არა. აბა ამოთხარო. მეა, ჯერ კიდევ არ არის ბოც ვერ ჩავედი ბოლო. ესე იგი მე ძალიან ადრე ამოთხარ. და ბოლოში ის არ უნდა იყოს ეს პატარა ბოკვერი თუ აგერ არის, ნახეთ რა პატარაა და ეს მე გაიზ. ვაიმე ბოდიშით მეგობრებო, დებილი არა ვარ. ეს ის ყოფილა კაცო. სოიო. მე კიდე კარტოფილი მეგონა. აგათ არა ვარ გათვითცნობიერებული იმაში.
სოფლის მეურნეობაში. მაგრამ მე პატია ყოფილა სოიო. აბა ეს გავშალოთ ასე. თუ არა, სოიოც არა, კაცუნაა მგონი თუ, ეცა. ესე მოვშინჯოეთი. კაცუნა მეგობრობა, არც სოიო არ სერფეთ, კაცუნა. ჩვენ გავხსოთ ადრე მე გადაღებული მაქვს ამის წაღების და სამზარეულოში ამას ძალიან ხშირად ხმარო. ეს ახლა ცოტა ხანი გაიყო, ფაქტობრივად გაზრდილიც არის და აღე შემილია შევჭამო კიდევა და კაი რაღაცა. კაცუნა, მე კი კარტოფილი მე. აი, ჩავდოთ ახლა ეს. მგონი ახლა ეს რო ჩავდო ასე. აღადგინოს, მაგრამ რა ვიცი, მაინც შეიძლება აღადგინოს კიდევაც, მაგრამ არა რომ ჩვენი შემეცნებისთვის იყოს ეს ასე. ეს არის კაცუნა. კაცუნა და აბა აქეთ კარტოფილი რატო მეგონა? ეხლა გადმოვიდეთ აქედან. მე მინდოდა კარტოფილზე დამიწყო ლაპარაკი და აი იმ სარწყავზე მინდოდა ლაპარაკი დამიწყო, მაგრამ მოდი ჯერ გავარკვევთ ეს კაცუნაა თუ კარტოფილია აქეთ. აქ ცოტა ტალახია. ცოტა ახლოს მივიდე. არა, ესეთ კაცუნაა. კაცუნა. ეს კი კაც მე ხარ და მე თავიდან რო შეხვედე მეთქი კარტოფილია მესკი. კაი, გავარკვიეთ ეს თუმე კაცუნის მინდორია და მე მინდოდა აი ამაზე ყურადღება ამაზე მიმაქცია, რაც არის ეს სარწყავის საშუალება. ჩვენ ადრეთ ძველ ვიდეოში ძალიან ხშირად აგვაქვს ნალაპარაკები ამაზე, მაგრამ ასე ახლოს არავის არ მისულა. ესე იგი რაღაც კონსტრუქციაა. ეს მილია, მილზე არის მილები. და ნახეთ ამ სიგრძეზე მიდის. ესე იგი ნახეთ რა სიგრძეზე მიდის, ესე მიდის და სავარაუდოდ ეწყობა იქ ბოლოში არის ძრავა და ეს მოძრაობს, თან წყალი მოდის და ეს ნელა მიდის და ეს წყალი გამოდის და წყავს აქაურობას. მე დილით რო გამოვიარე, რაღაც აქეთ იყო და აი ესე ნელა მოძრაობაში მიდის და წყავს. ეხლა მე იქით გასვლა არ მინდა, იმიტომ ძალიან ტალახი, ეხლა იქით რო წავიდე. სულ ტალახში მომიწევს სიარული და ბოტები რომ მქონოდა კი წავიდოდი. მაგრამ მაინც თავი დავიზღვიოთ სვის ტერიტორიაზე რო დავიწყო ეხლა იქ მოდიალი. არა გამორიცხული ვინმე მოვიდე და შენიშნა მითხრას. ესე იგი წყალის დიდი მნიშვნელობა აქვს სარწყავ იმას ტექნიკას და აი ამხელა სივრცეზე, აი ამხელა მიდის ეს მორწყვა. სხვათაშორის კარგი ეს კონსტრუქცია არის, ეს ბორბლებიანი, რავი, რა დავარქვა ამას სარწყავის საშუალება 1, მეორე აქ არის, მესამე იქ არის. მაგრამ უყურეთ რა ხდება, სავარაუდოდ ესეც ხო კაცუნაა, მაგრამ აქეთ ეს საშუალებები დგას, რა ქვია იმას, სარწყავის საშუალებები და აქეთ არ ადგას. ალბათ მე გადმოიტანენ და აქეთ ააწყობენ. თორე ეხლა სამართლიანად რო ვიმსჯელოთ, ეხლა ის თუ ირწყება, ის მხარე, აქეთაც ხომ უნდა მოირწყას. მაგრამ ჩემი აზრით ეს უკვე მორწყულია. იმიტომ რომ ეს ღარები გასულია უკვე აი როგორ ვთქვათ ეს არხი გაყვანილია და ეთყობა ჯერ ეს მოირწყა ვთქვათ რამდენიმე დღის წინ და აქეთ ახლა ეს იწყო ეს აქეთ ამ ხარე იწყო ვაიმე სულ ამერია უყურე რა ხდებათ მეგობრებო აქ ირწყება აქეთ ამ ხარე ირწყება ამის საშუალებით აი ესეთი მოძრავი ტექნიკური საშუალებით და აქეთ ამ ხარე მილია გაყვანილი რომელშიც გადის წყალი და ეთყობა აი უყურეთ აქ აი ეს საშუალება ეხა დავინახე ამას რო ასე ჩაკეტავ თუ გახსნი არ ვიცი ახლა როგორ არის ეთყობა კეტავ ამას და იქიდან ალბათ გამოდის აქედან
ამ საშუალებებიდან წყალი აი ღარებივით გადის და ამას წყავს. ეხლა ეთყობა აქ წყალი არ გადის. ესე იგი რისი თქმა მინდა მეგო ჩვენ ეხლა ვნახეთ როგორ ირწყვება ორი საშუალება მორწყვის. აი ესეთი პირდაპირ მილით გადის წყალი, მილში გადის წყალი და აქ კეტავ თუ რაღაც ან ალბათ ეთყობა ამას ჩაკეტავ და აქ რო ჩაიკეტება ეს წყალი, მე აქედან ასეთი ხრელები აქვს. ხრელები თუ როგორ გითხრათ აი ეს 1 2 3 და აი ეთყობა კიდევაც რომ აქედან მიდის ღარი და ამით ირწყვება ხოლმე რა. აი ეს ვინც GPS-ში ჩვენთან იყო მელიორაციის და მორწყვის რა ქვია ფაკულტეტი. ეხლა იმათმა კი იციან ეს ეხლა მე ჩვენ ასე ნახავთ პირდაპირ უყურებთ ამას, მაგრამ ასე თუ ისია ჩვენ მოვესწარით კი არა ნახეთ ორი მორწყვის საშუალება. ერთი აი სარწყავი რაც არის იქიდან ბორბლიანი და მეორე საშუალება ასეთი. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს მიწა ვისიც არის არაკლებს თავის ასე თქვა შემოსავალს მორწყვის საშუალებებს და ტექნოლოგიებს და თანამედროვე ყველა იმას იყენებს. აქეთ რაღაც გოგოები მოდიან. თქო ჩემსავით ესენი დადიან. პატარა გოგოები არიან. ისე დახო შტატში სულ თეთრები არიან რა, ეს შრომელი ხალხი, აი შავკანიანები ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ ასეთ შტატში ეს დახმარებები, ველფერები ისი არ არის და აი ისტორიულად შეურაცხყოფას არ ვაყენებ ამ შავკანიანებს იმებს, მაგრამ აი მაინც თეთრები მაინც შრომის მოყარეები იყვნენ და აი ესეთ შტატებში მოდიოდნენ და რაღაცნაირად სულ თეთრი დასახლება, სულ თეთრი მოსახლეობა. თავიდან მონათხრობელი წყობა რო გაუქმდა ეს მონები რო გაუშვეს ეს ავკანიანები სამხრეთის შტატიდან ძირითადად ისეთ ქალაქებში მიდიოდნენ სადაც სამრეწველო და ქარხნები და ფაბრიკები იყვნენ და აქეთ უფრო არ მოდიოდნენ იმიტომ რომ თავი დროზე ეყოთ იქ სამხრეთ შტატებში მიწაზე მუშაობა და თან მით უმეტეს იმ სამრეწველო და ასე ვთქვათ დიდ ქალაქებში უფრო მეტი დახმარებები და მთელი ამბებია და აქით უკვე ეს ორეგონი, აიდახო, მონტანა ძირითადად მოდიოდნენ უფრო შრომელი და მიწაზე მომუშავე ხალხი. ის გოგოები მიყურებენ შორიდან, რას დადისო ეს კაციო? გამოხეჭი პატარა ბავშვები. ნეიჯერებს და მას სულ ინტერესებს და რაღაც უცხო დავდგა რა აქა და ბავშვია. ეს არის ეგ არის. მოდე ახლა ჩვენ ნახოთ ერთი ძველებური ტრაქტორი. ეხლა ეს მინდორი, ეს აი აქით და იქით და ორი სახლი დგას. ერთი ეს უბრალო სახლი, მეორე და ალბათ ეს არის ამ მიწის პატრონი და აქ უვლის. მაგრამ ეზოში უყენია ეთყობა ძველი ტრაქტორი. სახლი აქ იქ ცოტა უფრო თანამედროვე ტრაქტორი უყენია, ის უკვე ახალია და ეს კიდე ძველი ტრაქტორი, სავარაუდოდ ალბათ ბაბუამისის ან მისი წინაპრების იყო და იქ ცოტა მოშორებით ეგერ უყენია თანამედროვე ტრაქტორი. ამდენ წლის იქნება ეს ცოტა ერთი ალბათ 50-60 წლის ტრაქტორი. იმდენად არის ბალახები და ეს ყველაფერი ამას დაკითხვა ალბათ ძნელი იქნება. აი, ეთყობა აქითაც სამწვადი აქვს ბარბაკიუ და მოდი ახლა წავიდეთ. იქითაც ხედავთ, იქით უკვე ეთყობა პურის არის, ხვითლად არის პურის მოედანი მეთქი. მინდორი აქვს და ისიც ერთ-ერთი შემოსავლის წყარო იქნება. ეს ერთი სახლი აქ და მეორე სახლი აქ. აქ ახლა მანქანები დგას ეთყობა აქ. აქ ძინავს და აქ ცხოვრობს ეს პატრონი და აქ ალბათ რა ვიცი. სხვაგან მუშაობს და ღამე მოდის აძინებდა. წავიდეთ ჩვენ თორე აი ნახეთ უკვე ეთყო წყალი აქიდან მოდის თუ აქიდან რაღაცა დანადგარი მოვიდა აქიდან შევა და აქიდან შედის
წყალი ფაქტია რომ აქეთკენ მოდის. შეიძლება იქიდან არის შემოსასვლელი. ნუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ძირითადი მიზეზი მეთქე როგორ მუშაობს ის ჩვენ ნახეთ, აი გამოვიდა ეგ პატრონი, ეგ სახლიდან გამოვიდა ტიპი, კაცი და ბავშვი და ჩემსკენ იყურებენ. აი ხა ჩემსკენ თუ წამოვიდნენ, შორიდან მიყურებენ, მაგრამ მე ავდგები და ხა ნენელა წავალ. აი სულ ასეთ უხერხო სიტუაციებში ვარდები. აკვირდებიან, ეხლა არ გამოვიწყრო ჩემთან მოვიდეს, ეხლა მეორე ბავშვიც გამოვიდა, ეგ ნახეთ თუ ხედავთ თქვენ ჩვენს უკან. შეიძლება დამეციონ და მკითხო რას აკეთებ ახლა. ჩვენ შევინარჩუნოთ ჩიმშვიდე ნელა და ეხლა უკან ეხლა ეს მანქანამ გამიარა, ეს სხვა არის. ისინი გამოვიდნენ და მიყურებენ და პრობლემა მოვიდე თუ არ მოვიდნენ, მაგრამ უკვე გძნობ არ მოვლენ, იმიტომ დაждდნენ იქიდან და შორიდან მაკვირდებიან, რას ვაკეთებ რა, ვართვალიერებ. ეხლა გავიხედე უკან და უკვე ბავშვებიც გამოვიდნენ, დაждდნენ და არ ვიცი, ნახოთ. იმედია, არა, მომენტ რომ მოვიდნენ, ცუდიც არ არის, რაღაც საინტერესო რეალობას გადავიღებთ, მაგრამ მაინც რაღაც უხერხულობის გზნობა გეუფლება რა, რომ აი თითქოს რაღაცას აშავებ, თითქოს რაღაცას ისეც არ აკეთებ, რაც არ არის საჭირო, მაგრამ რავი, რამეს ვაშავებ, არაფერსაც არ ვაშავებ, უბრალოდ დავდივარ და ვათვალიერებ და უყურებთ აი დახოს ცხოვრების სტილს. ნელა წამოვედით, მოვდივართ, მაგრამ ხო არ შეგაწუხეთ მეგობრებმა. აი ცოტა მაინც აი დისკომფორტი მაქვს, დისკომფორტი უბრალოდ მე თქვენ გიზიარებთ იმ გზნობას, რაც ახლა მე მეუფლებ. ამიტომ იმედი არ შეგაწუხეთ და ნუ ასე ხდება რა. გავიხედეთ უკან რა ხდება. შევიდნენ, განთავისუფლდით. ეხლა კიდევ ნახევარი დღე გვაქვს გამოსული, მაგრამ უკვე ფაქტია საღამოს მე უკვე აქ აღარ წამოვალ. საღამოს თუ წამოვედი აქედან ისევ დავიწყე სეირნობა. უკვე აშკარად იტყვიან რას დადის ეს კაციო და უკვე შემდეგ ვარიანტში უკვე აუცილებლად დარეკრავენ პოლიციაში და ასე შემდეგ. კარგით მეგობრებო, აი ესეთი სიტუაცია. გადავარქვათ ამ ჩვენ ვიდეოს. აი დახოს კაცუნებში. ვეგონა რომ კარტოფილია, მაგრამ კარტოფილი არ ყოფილა კაცუნები. ეს 84 გზა არის. რაღაც 50 მაილში არის ქალაქი ბოისე არის აიდაჰოს ადმინისტრაციული დედაქალაქი, ასე რომ ვთქვათ. იქიდან ბოისე, აქედან სოლტ ლეიქ სიტი და ასე შემდეგ. ჩვენ კიდე ასეთ ჩობანი, იქით არის ჩვენი საწარმო, სადაც უნდა მივიდეთ ხვალ. ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ აიდაჰოს მიდამოებში. აგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით, ყველას წარმატება, ბედნიერება და რა თავარია, მოგება, ფინანსური მოგება, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს საინტერესო, ლამაზი და ბევრი მატერიალური პრობლემები არ გქონდეს. შევხვდებით მომავალ საინტერესო, იმედია საინტერესო ვიდეოებში. კარგად.